სინათლე არ უნდა ჩაქრეს, ასე ქვია 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიერ წამოწყებულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს რეპრესირებული მედია ორგანიზაციების დახმარებას. კამპანია დაიწყო ვებგვერდების სიმბოლური გათიშვით. თუ კი ფინანსური რესურსი მათ არ გაუჩნდებათ, ამბობენ, რომ შედეგი გაქრობა იქნება, ასე კი საზოგადოება ნამდვილი ინფორმაციის გარეშე დარჩება. იმ ფონზე, როდესაც ოცნება მძლავრად ამუშავებს მის მიერ მართულ პროპაგანდისტულ საშუალებებს. ქეთი ნადიბაიძე მოგვიყვება რა გამოწვევის წინაშე დგანან ჩვენი კოლეგები დამოუკიდებელი პლატფორმებიდან და როგორია მათი გეგმები. ქეთი გისმენთ. ამ კამპანიის მონაწილე არის 22 მედია ორგანიზაცია. დღეს მათი ვებგვერდები, ონლაინ პლატფორმები დაახლოებით 2 საათნახევრის განმავლობაში იყო გათიშული, ჩაბნელებული და მათ ეს გააკეთეს სიმბოლურად იმის საილუსტრაციოდ თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ისინი რეალურად მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ და ეს რომ რეალური არის, სწორედ აი ამას უსვამენ ხაზს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში და ამას უსვამენ ხაზს სწორედ აი ამ კამპანიითაც და ვიდეორგოლითაც, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე წუთში მოისმენს და ნახავს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების მთავრობამ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაგალითად მათ აიძულებს რომ თავი გამოაცხადონ აგენტებად. გარდა ამისა, დღეს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს მთავრობის ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ გრანტების მიღება და ფაქტობრივად ამას შექმნა რეალობა, რომ დღეს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს არ აქვთ ფინანსები, არ აქვთ ფული საიმისოდ, რომ იმუშაონ და აქ საუბარი არის სხვადასხვა პროფილის მედია ორგანიზაციებზე. მათ შორის ამ ორგანიზაციებს შორის არიან მზია ამაღლობელის ბათუმელები, ნეტგაზეთი და არა მხოლოდ ის, როგორც გითხარის ჯამში 22 მედია ორგანიზაციაზე არის საუბარი. სინათლე არ უნდა ჩაქრეს, აი ეს არის სწორედ მთავარი გზავნილი მათი მხრიდან და ამ მთავარი გზავნილის ადრესატი არის საზოგადოება, რომელიც აცნობიერებს, რომ დღეს მედიის არსებობა, დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. და სინათლეც ჩაქრება. თუ არ იქნება სინათლე, ვერ გაიგებ როგორ იღებს სასამართლო გადაწყვეტილებებს. თუ არ იქნება სინათლე, ვერ მოგიყვებით, როგორ იღუპებიან ადამიანები სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის შედეგად. ვითარება არის არასლოვანი ბავშვი და იყო თუ არ იქნება სინათლე, ვერ გაჩვენებთ, როგორ ძალადობს სისტემა ადამიანებს. არ იქნება სინათლე, ვერ გაიგებ როგორ მიდის ხალხის ფული ჩინოვნიკის ჯიბეში. თუ არ იქნება სინათლე, არ გეცოდინება, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი ჯურის სიღარიბეში ცხოვრობს. თუ არ იქნება სინათლე, ვერ დაინახავ, როგორ ნადგურდება კულტურული თუ არ იქნება სინათლე, ვეღარ გავიგებთ ერთმანეთის ხმას. დღეს კი აღმოჩნდა, რომ სწორედ ჰაერი, რომლითაც უნდა იარსებოს მედიამ, ეს ჰაერი გადაკეტა პირველ რიგში ჩვენმა კანონმდებლობამ, რომელიც დაჩქარებული წესით მივიღეთ, რომელიც მივიღეთ აი ზუსტად ამ გადაკეტვით იმ სასიცოცხლო არტერიის და სასიცოცხლო არხების, რომლითაც მედიამ უნდა იარსებოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მედიის გარეშე არაფერი არ გამოვა ენდეთ შემდგ გამოცდილებას და საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს. მოგწონს, არ მოგწონს, გიყვარს, არ გიყვარს კონკრეტული მედია საშუალება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს მედიები, ეს 22 ონლაინ დამოუკიდებელი მედია მთელი საქართველოდან არის დარჩენილი დაფინანსების გარეშე. მათ საერთოდ აღარ აქვთ არანაირი დაფინანსება, შესაბამისად დღეს რასაც ისინი აკეთებენ, ჩემთვის როგორც ამ კამპანიის ერთ-ერთი მენეჯერისთვის, ადამიანის რომელიც ეხმარება მათ მიიტანონ თავად კითხველამდე თავიდან სიმართლე და სათქმელი, არის თავგანწირვის კარგი მაგალითი, იმიტომ რომ ისინი ისევ აგრძელებენ ყოველდღურად მუშაობას, ისევ აგრძელებენ ამ რეჟიმთან ბრძოლას და რაც მთავარია, დგანან ერთად. ისინი მართლა გაქრებიან. თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ და როგორც მზიამ დაგვიბარა, თუ ვიბრძოლოთ სანამ გვიან არ არის და ყველანი პირველ პირში ესე ვამბობთ, რომ გავერთიანდით იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ სანამ გვიან არ არის, აუცილებლად დადგება ეს რეალობა და გვინდოდა რომ სიმბოლურად გვიჩვენებინა ზუსტად ამ სიშავით.
ეს მედია ორგანიზაციები საზოგადოებისგან ითხოვენ ფინანსურ დახმარებას, ფუნქციონირებს ანგარიშის ნომრებით, სადაც საზოგადოებას შეუძლია რომ გაიღოს მათთვის ფინანსები იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ მუშაობა და ესენი არიან ის მედია ორგანიზაციები, მათ შორის არიან რეგიონული მედია ორგანიზაციები და ასევე ისინი, რომლებიც მხოლოდ ახალ ამბებს არ გიყვებიან და მუშაობენ არაერთ საგამოძიებო მასალაზე, რეპორტაჟებზე თუ სტატიებზე, რომელსაც სხვადასხვა სფეროში საზოგადოება ეცნობა, ისმენს და ენდობა კიდეც.